საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით გამართულ ახალი ღვინის ფესტივალს მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს თბილისის მერიის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და ასოციაცია ქალები ღვინის ინდუსტრიაში მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი ჯიშების გაცნობას, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებას. ფესტივალში 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, ასევე ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ. ძალიან გვიხარია, რომ მცირე მარნების, საოჯახო მარნების ეგიდით ვართ აქ. დიდი ფესტივალია, ძალიან ხალხმრავალი. ამის მიუხედავად იმედი გვაქვს, რომ ხალხი მოვა. გვაქვს წარმოდგენილი ამ ფესტივალზე საფერავის ჯიშის ყურძნის ღვინო, რომელიც დამზადებული არის კახური ტრადიციული ტექნოლოგიით. ძალიან ბევრი ახალი მარანია მათ შორის წარმოდგენილი, ცალკე არიან წარმოდგენილი ქალბატონი მეღვინეები, ქალი მეღვინეები, რომლებსაც ნამდვილად არაჩვეულებრივი ღვინო აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტი ახალი მარანი გადის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე და ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც გაიარა ყველა ქვეყანამ და ჩვენც ამ გზას გავდივართ და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდის მონაწილეები ვართ.